კონკრეტულად რა არ მომწონს იმაში, როგორ მართავს დღეს კალაძე თბილისს. მოდი უბრალოდ კი არ მოგიყვებით, მოდი გაჩვენებთ. წავამყევთ. ეს თბილისის ძველი იპოდრომის ტერიტორია, სადაც წინაზე რო იყრიდა კალაძე მერად კენჭს, დაპირებებს რო გაცემდა, გითხრა რომ აქ იქნებოდა თბილისის ცენტრალური პარკი. ქალაქში ძალიან დიდ ტერიტორიაზე გაჩნდება ასეთი მაგარი დასასვენებელი სივრცე, რეკრეაციული ზონა, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის იქნება შესაბამისი ადგილი, მოვიდნენ, დაისვენონ, გაერთონ, განითვირთონ. დაახლოებით 2 წელი დაჭირდება სრულად პროექტის განხორციელებას. ბეტონით სავსე ქალაქი რო აგვიშენა, ადგილი გვექნებოდა თბილისელებს, სადაც ბავშვებს გამოვიყვანდით, დავისვენებდით, ქალაქს მართლა ჭირდება ცენტრალური პარკი. უბრალოდ მისი ვადა გავიდა, ცენტრალური პარკი არა გვაქვს. სამაგიეროდ მიმდებარე ტერიტორიაზე ვიღაცებმა კორპუსების შენებლობის დაწყებაც მოასწრეს და დამთავრებაც. რისი შეცვლა გვინდა? თუ იქნება პოლიტიკური ნება და სამშენებლო კომპანიების ინტერესებზე მაღლა ჩვეულებრივი თბილისელების ინტერესებს დააყენებ, ამ პროექტის დასრულება რამდენიმე თვეში შეიძლება და ჩვენ ამისი გაკეთების ნებაც გვაქვს და უნარიც.